გიორგი კირთაძე კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი არის ჩვენთან ერთად ხაზზე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მადლობა იმისთვის რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ გიორგი, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ინტერვიუ, სადაც ესეთი რამ თქვა, რომ საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს. არჩევნები და საპროტესტო აქციები სანამ არჩევნებამდე მიაღწევო, ამბობს ის და არსებობს კიდევ ერთი სცენარი, ეს არის 4 ოქტომბერი ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა. თქვენ რომელ სცენარში ხედავთ თქვენს თავს, თქვენი გუნდის წარმომადგენლებს და რომელი მიგაჩნიათ, არ ვიცი, უფრო ეფექტური, უფრო გამოსვლადი, უფრო რეალური? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და შეაძლებლობისთვის. კი, ხელისუფლების თუ რეჟიმის, რა ვიცი, მოკლედ იმ ხალხის შეცვლის, ვისაც ძალაუფლება უპყრიათ ხელს, ალბათ ორი კი არა, სამი სცენარი არსებობს და სამივე გამოუვლია ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვახსოვს ზვიადის ხელისუფლება, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით შეიცვალა მასში, ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც რევოლუციით შეიცვალა, მშვიდობიანი რევოლუციით და გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ანუ სამივე სცენარი გვაქვს გავლილი, რითაც შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება. ის რომ სამხედრო გადატრიალებას ამ ქვეყანაში არავინ უჭერს მხარს, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი და გასაგები ყველასთვის და გვჩება ორი გზა, ეს არის არჩევნები და ეს არის მშვიდობიანი რევოლუცია, არ ვიცი რაც კიდე ის დავარქვათ ამას. ხალხის რაღაცა პროტესტზე გამოსული ხალხი ცვლის ხელისუფლებას. ის რომ ივანიშვილმა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ყველანაირი რაღაცა გზა ჩაკეტა, ეს ბოლო იყო ალბათ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, თორემ მანამდეც მან ძალიან ნათლად პრაქტიკულად 2018 წლის არჩევნების მეორე ტურიდან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან ძალიან ნათლად გითხრა, რომ ხო აქ რაღაცა ხელისუფლება არ შეიცვლება არჩევნების გზითო და არჩევნებიდან არჩევნებამდე ხვეწავდა იმ მეთოდებს, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა მოსახლეობის უმრავლესობას სხვა არჩევანი გაეკეთებია, ხო? უმცირესობა ყოველთვის მაინც წერდა იმ შედეგებს, რაც მას ჭირდებოდა და არც არის გამორიცხული ერთადერთი გზა, რომელიც არც არის გამორიცხული, არა უბრალოდ ერთადერთი გზა, რომელიც ეხლა დაგვრჩა ჩვენ ქართულ ხალხს იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა უმრავლესობით აირჩიოს ის ხალხი, ვინც წარუძღვება ამ ქვეყანას, მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხალხთან ერთად, ხო ამისთვის საჭიროა ქუჩის საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ რეჟიმი ჩამოიშლება. ამიტომ აქ მე მგონი ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ვართ შეთანხმებული, ეხლა მთავარი არის ორგანიზებული, სწორი, მრავალფეროვანი პროტესტი, რომელიც ბოლომდე ჩამოშლის ივანიშვილის რეჟიმს. მე მიმაჩნია, რომ და ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმს სერიოზული ყევა აქვს, ჩამოშლა რეჟიმის დაწყებულია და ის რომ ცვლილებები გარდაუვალია, ეს უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ეხლა ცოტა ხნის წინ მიხსენებდით, ხო? მე ბათუმიდან გერთვებით, ახლა და ძალიან გავს ეს მდგომარეობა, რაც ეხლა ჩვენს ქვეყანაში არის, იმას, რაც ხდებოდა ბათუმში 21 წლის წინ გაზაფხულზე, ხო? 2004 წლის გაზაფხულზე უკვე ყველა ხვდებოდა, რომ რეჟიმის შეცვლა იყო ძალიან ახლოს და ცვლილებებისთვის ხალხი არათუ მზად იყო, არამედ მზად იყო იმისთვისაც, რომ ამისთვის ებრძოლა. და ეგრეც მოხდა, ახლა იქ თარიღები 4-ში ააფეთქა ასლანმა ხიდები და 6-ში მოუწია შემდეგ წასვლა, რა რიცხვში მოხდებოდა, ალბათ წინასწარ არავინ იცოდა, მაგრამ ეს იყო გარდაუვალი პროცესი. მე მგონია, რომ იგივე ხდება ახლა ქვეყნის მასშტაბითაც. გარდაუვალი პროცესია, ცვლილებები გარდაუვალია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილმა გააჩეროს წყნარად და არ იყოს ამ ქვეყანაში პროტესტი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ მის ჩამოშლას მიიყვანს ბოლომდე. კი ბატონ გიორგი, ამ ინიციატივას, აი ამ მოწოდებასაც 4-ში მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით ყავს მათ შორის კრიტიკოსებიც და ერთ-ერთი არის გიორგი გახარია, მე არ ვიცი თქვენ უსმინეთ თუ არა მის ინტერვიუს, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან ფაქტობრივად პროტესტის დელეგიტიმაცია და ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიზეზიაო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები არის ერთგვარი საჩუქარიო ქართული ოცნებისთვის, განსაკუთრებით აი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. აი ესეთ კრიტიკოსებს რას უპასუხებდით, როდესაც ამბობთ, რომ რევოლუცია და ამ გზით ცვლილებები ეხლა ერთადერთ გამოსავლად და გზად რჩება ივანიშვილის გასასტუმრებლად?
ხო, მოგეთ 4 ოქტომბერს კონკრეტულად ამ თარიღის რაღაცა შინაარსზე ალბათ სხვა ადამიანები უფრო ბევრს საუბრობენ, თქვენ იცით რომ ჩვენ არა ვართ ამისი ორგანიზატორები, თუმცა აუცილებლად ვიქნებით იქ და აუცილებლად ვიქნებით ყველგან, სადაც არის ეს საჭირო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და მიმაჩნია რომ ძალიან სწორიც არის 4-შიც მათ შორის საპროტესტო აქციის ორგანიზება, ისე როგორც ალბათ უახლოეს დღეებში ასევე 4-მდეც კიდე დაინიშნება საპროტესტო აქცია, რომლის შეეძლოთ ჩვენც ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორები. ზოგადად მე არ მისმენია გახარიას ამ ინტერვიუსთვის სიმართლე გითხრათ, მაგრამ რაღაცა ბერლინიდან მსგავსი ტიპის მოწოდებების გაკეთება არ მგონია რომ თქვათ კარგად აღიქვებოდეს აქ. მაშინ როცა ძალიან ნათლად და კარგად ჩანს რომ ერთადერთი შანსი რეჟიმის შეცვლისა არის სწორად ორგანიზებული მრავალფეროვანი პროტესტი ქუჩაში და როცა ამის ნაცვლად მისი პარტია კიდე ერთ კოლეგა პარტიასთან ხო ლელოსთან ერთად აპირებს ტყუილში მონაწილეობას აგერ უკვე რამოდენიმე დღეში და სხვა შორის ხვალ არის ბოლოვა და როცა მათ შეუძლიათ საკუთარი პარტიის სახელი და ნომერი არ ჰქონდეთ ბიულეტინში და უარი განაცხადონ ამ ტყუილში მონაწილეობაზე ხო ერთის მხრივ ამ გზას გვთავაზობს რაღაცა უნდა გამოგვლიჯო გვეუბნება და ქუჩის საპროტესტო აქციებს გვიწუნებს არ მგონია რომ ეს იყოს სწორი ამბავი. თუ კი რამე დღეს აქციებს არის თუნდაც ბატონ გიორგი მოდით ობიექტურები რომ ვიყოთ, ანუ აი მშვიდობიანი დამხობის ზოგადად აი ესეთი მოწოდებები არის ქართული ოცნებისთვის საჩუქრის გაკეთებაო და ქართული ოცნებისთვის დახმარებაო ამბობ. არ ვიცი შეიძლება ამ ტერმინოლოგიაზე შეიძლება ვიდაოთ მე კიდე ერთხელ რა ვიცი ძალიან მყარად ვარ ჩამოყალიბებული იმაზე რომ მშვიდობიანი ცალსახად რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ორგანიზებული მწვავე საპროტესტო აქციების გარეშე ივანიშვილის რეჟიმს ჩვენ ვერ გავაქანებთ. ვერ გავაქანებთ ივანიშვილის რეჟიმს და ის შეეცდება რომ შეინარჩუნოს მუდმივად ის სტატუს-კვო, რომელიც ეხლა აქვს, როცა უმცირესობა მიუხედავად უმრავლესობის ნებისა იტაცებს ძალაუფლებას და იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ეთანხმება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ხო? ამიტომ და რა ვიცი, რას უნდა შევეგუოთ ბოლო-ბოლო ეხლა შევეგუოთ იმას, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური ლიდერი აღარ დარჩა გარეთ თავისუფლებაზე, ხო? ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იჭერენ ადამიანებს და ელენე ხოშტარიას შემთხვევაც ეს იყო, ხო, ბოლოს და მეტი არაფერი. სხვათა შორის 4 თვე გადის უკვე ნიკამელიას გატაცებიდან, იქ ფორმალური საფუძველიც კი არ წარმოუდგენია, რეჟიმს ისე გაიტაცეს კრიმინალური მეთოდებით ადამიანი დაულეწეს მანქანები და ამ დრომდე ფურცელიც კი არ მისცეს ადვოკატებს, ბოლო-ბოლო საერთოდ რა მოხდაო. ამ რეჟიმთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ამ რეჟიმს და ხო, მათ შორის ძლავრი საპროტესტო აქციების ორგანიზების წინააღმდეგნი ვიყოთ, ან არ გვესმოდეს რომ სხვა გამოსავალი არსებობს გარდა იმისა, რომ ქუჩიდან შევუქმნათ იმ მასშტაბის დისკომფორტი რეჟიმს, რომელიც საბოლოო ჯამში მის ჩამოშლამდე მიდის. და ამა ხო უკვე იმუშავა, არ თანამშრომლობამ, არ გარიგებამ, ხო შედეგები მოიტანა. რო არა თვითონ გახარიასა და ლელოსის ნაბიჯი, რომელსაც ისინი ეხლა დგამენ, ბევრად უფრო მწვავედ იქნებოდა რეჟიმის ამბავი ეხლაც კი რა. როცა რაღაცა ის მაშველი რგოლი აქვთ გადაგდებული და ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ცოტათი, მაგრამ მაინც რეჟიმს ვიდრე ის შესაძლოა რეალობაში ყოფილიყო თუნდაც დღეს ეს ნაბიჯი რო არ გადაედგა ამ ხალხს. ამიტომ ვინც ამ ნაბიჯზე მიდის, მოდი თქვას მაინც ნუღარ დაგვარიგებს განსაკუთრებით მე კიდე სხვა ქვეყნიდან, ვაცალოთ ქართულ ხალხს და აცალოს ქართულ ხალხს, ბევრჯერ დაუმტკიცებია ეს ქართულ ხალხს, როცა ყველაზე ძალიან გვიჭირდა, მაშინ ვახერხებთ ჩვენ ერთობას, გაერთიანება ჩვენი ისტორიის მანძილზე, ბევრი ესეთ შემთხვევა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქუჩის მრავალფეროვანი ორგანიზებული საპროტესტო აქციები არის მთავარი გადარჩენა ახლა ჩვენი ქვეყნის, ანუ რეჟიმის ჩამოსვლა და გადარჩენა იმისა, რომ ის შეეძლებლობის ფანჯარა, რომელიც ჯერ კიდევ აქვს ჩვენს ქვეყანას, იქნეს ბოლომდე გამოყენებული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, მადლობა ბატონო გიორგი კიფაძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.